კეტრინ ვოლტერსი დაიბადა 1839 წლის 13 იუნის თოქსტედში, ლივერპულში. მისი დედა, მერი ენ ფოულერი, 1853 წელს მშობიარობისას გარდაიცვალა, ხოლო მამამისი, ედუარდ ვოლტერსი, ცდილობდა კეტრინისა და მისი სხვა და-ძმების აღზრდას. ის ლივერპულში საბაჟოს ოფიცრად მუშაობდა და შემდეგ ჩეშირში სასტუმროს მეპატრონე გახდა. მამამისის მცდელობის მიუხედავად, ოჯახისთვის უზრუნველი იყო ყველაფერი, კეტრინის აღზრდა საკმაოდ ღარიბულად წარიმართა. ლივერპული ინდუსტრიულ რევოლუციას განიცდიდა. ქალაქი ბინძური და სავსე იყო დაავადებებით. ჰაერის სავსე იყო ტოქსიკური ორთქლებით, ხოლო კეტრინი და მისი ოჯახი ხშირად დაუნატრებლები იყვნენ. ამის გარდა, მისი მამა ალკოჰოლიკი იყო. კეტრინის ადრეული ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან მას მემუარები არ დაუწერია და ინფორმაცია თავისთვის შეინახა. ამბობენ, რომ დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კეტრინი მონასტრის სკოლაში გაგზავნეს. თუმცა ეს ძალიან არ მოსწონდა და საბოლოოდ გაიქცა კიდეც. მოზარდობის ასაკში კეტრინმა თავისი პირველი სამსახური მიიღო ბოულინგის დარბაზში, სახელად Black Jack Tavern-ი. მისი სამუშაო მარტივი იყო. მას უბრალოდ უნდა დაელაგებინა ქილები თითოეული სკიტლზის თამაშის წინ. სკიტლზი არის ძველი ევროპული ეზოს თამაში, რომელიც მოგვიანებით ბოულინგად გადაიქცა. იმის გამო, რომ იქ მუშაობდა, მას მეტსახელად სკიტლზი შეარქვეს, რითაც ის ცნობილი გახდა. ამის შემდეგ მან მუშაობა ცხენის თავლაში დაიცვა და აქ ისწავლა ჯირითი და სხვა მრავალი ცხენოსნური უნარი. მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი სამსახური იპოვა, ანაზღაურება დაბალი იყო და ლივერპულში ცხოვრების ხარისხი საუკეთესო არ იყო. ლივერპულში არსებული პირობების მიუხედავად, მან გაქცევა შეძლო. მისი მოზარდობის წლებში მან ლორდი ფიცვილიამი გაიცნო, რომელიც მისი სილამაზით აღფრთოვანებული დარჩა. 16 წლის ასაკში მან ლორდ ფიცვილიამთან ერთად ლონდონში წავიდა და 2 წელი მისი საყვარელი იყო. როდესაც ურთიერთობა დასრულდა, მან გულუხვა დაჩუქა მას 2000 გირვანკა და ყოველწლიური პენსია 300 გირვანკის ოდენობით. სხვა იმდროინდელი კურტიზანებისგან განსხვავებით, ხვავებით, რომლებიც ხშირად ამხელდნენ თავიანთ საყვარლებს, კატერინმა ასე არ მოიქცა. ეს ერთგულება ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა კატერინისთვის, რადგან მომავალმა საყვარლებმა იცოდნენ, რომ მას შეეძლო თენდოთ. გარდა ამისა, გულუხვი, წლიური პენსიები უბრალოდ დამატება იყო იმ შემთხვევაში, თუ მას ოდესმეც დუნება გაუჩნდებოდა. კატერინას კლასიკური სილამაზე ჰქონდა, ასე აღწერდნენ მას. მას ჰქონდა ნაცრისფერი ლურჯი თვალები, წაბლისფერი თმა და 18 ინჩის წელი. თუმცა, მხოლოდ მისი გარეგნობა არ იყო ის, რაც მას სხვა კურტიზანებისგან გამოარჩევდა. მისი ხასიათი სრულიად განსხვავებული იყო, რადგან ის იყო მოსიყვარულე, მზრუნველი და ორიგინალური. ის ყოველთვის თავისებურად იქცეოდა და არასდროს ცდილობდა თავის სხვა წარმოეჩინა. ჰენრი ანრი ლებუშერმა ეს კეტრინზე თქვა. მას ყველაზე დიდი გული ჰქონდა, რაც კი ვიცი, და ალბათ ერთადერთი მეძავია ისტორიაში, რომელმაც გული უცვლელად შეინარჩუნა. 1858 წელს, როცა კეტრინი 19 წლის იყო, ის გახდა სპენსერ კომპტონ კავენდიშის საყვარელი, რომელიც ცნობილია როგორც მარკიზი ჰარტინგტონი. ის შემდეგ დევონშირის მერვე ჰერცოგი გახდა. მარკიზი ჰარტინგტონი კეტრინით იყო მოხიბლული და მას განსაკუთრებულად კარგად ექცეოდა. კეტრინი ხშირად უყვებოდა ჰარტინგტონს თავისი სიყვარულის შესახებ ცხენებისადმი, ასევე სურვილზე, რომ ეჯირითა როგორც რამდენიმე წლის წინ, როდესაც თავლაში მუშაობდა. ეს თემა ხშირად იყო მათი საუბრის საგანი, რადგან ჰარტინგტონი ძალიან ინტერესდებოდა ცხენების რბოლით. ამაზე პასუხად, ჰარტინგტონმა მას უყიდა მდიდრული სახლი პარკ სტრიტზე, მეიფერში, რომელსაც დიდი მიწა და წმინდა სისხლიანი ცხენების თავლა ჰქონდა. ეს ჯიში ცნობილია თავისი მაღალი ფასით და გამოიყენება სპორტულ რბოლებში. ამის გარდა, მან მას ყოველწლიური პენსია დაუნიშნა 500 ფუნტის ოდენობით, მას შემდეგ რაც მათი ურთიერთობის შესახებ ჭორები და საუბრები დაცხრა. კატრინს დანიშნული ყოველწლიური პენსია წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მაშინაც კი როცა ჰერცოგი 1809 წელს გარდაიცვალა, კავენდიშების ოჯახი პენსიის გადახდას აგრძელებდა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ის დიდ დროს ატარებდა თავის ცხენებთან, აუმჯობესებდა ჯირითის უნარებს. გარდა ამისა, ის ყოველთვის ზრუნავდა ელეგანტურ ჩაცმულობაზე და სპეციალურად შეკერილ ჯირითის ტანსაცმელს იძენდა. იდეალური მორგებისთვის ის ხის ცხენზე ჯდებოდა და შემდეგ ზომებს იღებდა. 1800-იან წლებში კეტრინი ხშირად ნახავდით ჰაიდ პარკში ჯირითის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ცნობილი კურტიზანი გახდა, კეთრინი ასევე ცნობილია იყო როგორც გამოცდილი მხედარი და თავის ეპოქაში ყველაზე ელეგანტურ ქალ მხედრად ითვლებოდა. ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბევრი ადამიანი ჰაიდ-პარკის როთინგ როუზე მხოლოდ იმისთვის მიდიოდა, რომ მისი ჯირითი ენახა. ბევრს მისი სილამაზე, ჯირითის ოსტატობა და ჰენრი პულისა და კომპანიის მიერ შეკერილი ის ტანზე მომდგარი ტანსაცმელი ვნებას გვრიდა, რომელსაც როგორც ამბობდნენ, საცვლის გარეშე ატარებდა. მრავალრიცხოვანი დამთვალიერებლების შორის ყოველთვის იყვნენ მაღალი ფენის ქალბატონების ჯგუფები. ამ ქალბატონებს შური გაუჩნდათ მის მიმართ და დაიწყეს მისი იდეალურად მორგებული ჯირითის ტანსაცმლის სტილის გადაღება. ეს ეხება იმ ტანსაცმელს, რომელსაც ქალები ცხენოსნობისთვის ატარებდნენ. ის ჩვეულებრივ შედგება მორგებული პიჯაკისგან, გრძელი ქვედაბოლოთი, მორგებული პერანგისა და ქუდისგან. კატერინმა თავისი გარეგნობა ისე კარგად წარმოაჩინა, რომ ბევრმა თქვა პრინცესას გავდაო. ვინც ამის საშუალება ჰქონდა, მის სტილს ბაძავდა და კატერინი ცნობილი ტრენდსეტერი გახდა. დღეიდან დღემდე მისი რეპუტაცია იზრდებოდა. 1860-იან წლებში კატერინზე ლექსებს წერდნენ, ბალადებს ღეროდნენ და მის პორტრეტებსაც კი უკეთავდნენ. ედვინ ლენსირმა კატერინის პორტრეტი დახატა და მას ლამაზი ცხენთამტეხი უწოდა. ეს სამეფო აკადემიაში გამოიფინა. საზოგადოებაში ცხენი ცეირნობისას ის საკუთარ თავს ანონიმას უწოდებდა, რათა თავისი ვინაობა დაემალა, მაგრამ თითქმის ყველა მიცოდა, რომ ის სინამდვილეში კატერინ უოლტერსი იყო. წერილში, რომელიც Times 1862 წლის ივლისში მისწერეს, აღწერილი იყო, თუ რამდენად პოპულარული იყო ის და როგორი ბრბო იკრიბებოდა მის სანახავად. ვოლოდინი უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ლამაზი ქალი სწრაფად მიემგზავრება ეთლით, რომელსაც ულამაზესი ფორმისა და მოძრაობის სუფთა ჯიშის პონები მიათრევენ. მძროლი ატარებს პორკ ფაი ქუდს, რომელიც ანონიმამ შემოიტანა. მაგრამ სამწუხაროდ მან არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა, რადგან ის ანონიმა არ არის. ის მხოლოდ A-ს ჰერცოგინია, B-ს მარკიზია, C-ს გრაფინია, ან ანონიმას სხვა მრავალი მიმბაძოლთაგანია. გაცხრუებული ბრბო ისევ ჯდება და ელოდება. მორგი პონის ეტლი მოდის, შემდეგ კიდევ ერთი და შედეგი ისევ იმედგამაცრუებელია. ბოლოს მათ მოთმინებას ჯილდო ერგო. ანონიმა და მისი პონები ჩნდებიან და ისინი კმაყოფილები არიან. ის მოხერხებულად მიიკვლევს გზას ბრბოში, თითქოს შეუმჩნევლად, იმ ასობით ადამიანის კომენტარების ფონზე, რომლებიც მას აღმერთებენ და იმ ასობითის, ვინც შურს. ის აჩერებს თავის პონებს, რათა ნაცნობს ესაუბროს და მისი ეტლი მაშინ უამრავი ხალხით იფარგლება. ის ბრუნდება და ისევ მიემართება აბსლის სახლისკენ. შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით მიემგზავრება, არავინ იცის სად. მისი ახლად შეძენილი პოპულარობით ჰარტინგტონი ზიანს იღებდა, რადგან ეს შეიძლება პოლიტიკოსის კარიერაში ბარიერად ქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, ჰარტინგტონმა გადაწყვიტა, რომ ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა. ამგვარად მათი ურთიერთობა დასრულდა 1862 წელს. თუმცა ერთად გატარებული დრო მომავალში კატერინს დიდ სარგებელს მოუტანდა. ჰარტინგტონმა არამხოლოდ უყიდა ქონება და ფული მისცა, არამედ გააცნო მას მკერავები, ჰენრი ფული და კომპანია, რომელთანაც კატერინი მრავალი წლის განმავლობაში ითანამშრომლებდა. ასევე მან მას მასწავლებელი დაუქირავა, რათა კატერინი განათლებული ქალბატონი გამხდარიყო. ჰარტინგტონთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ კატერინი საკმაოდ მოძღანილი გახდა, მაგრამ მალე გადალახა ეს და ნიუ-იორკში მოკლეხნიანი ურთიერთობა ჰქონდა ობრიდე ვერბუკლერგთან. შემდეგ 1863 წელს კატერინი პარიზში გადავიდა და სხვადასხვა საყვარლები ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ფინანსთა მინისტრი აში ფულდი, დიპლომატი და პოეტი უილფრიდ სკივინ ბლანტი და იმპერატორი ნაპოლეონ მესამე. პარიზში ყოფნისას ის ცნობილი იყო იმით, რომ თავად მართავდა თავის ეტლს, რომელსაც ორი სუფთა სისხლის სარბოლო ცხენი მიათრევდა დიდ პარკში, რომელსაც ბუა დე ბულონი ეწოდება. მას ჩვეულებრივ თან ახლდნენ ორი ცხენის მოულელი, რომლებიც მის ცხენებს უვლიდნენ. სამივე ყოველთვის ელეგანტურად შეკერილ ტანსაცმელს ატარებდა. ბლანტი მასზე იყო შეყვარებული და ასე დარჩა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. რომანი დასრულდა მაშინ, როდესაც ლორდმა კროულიმ, ბლანტის საცოლის მამამ და ასევე საფრანგეთში ელჩმა, გაიგო რა ხდებოდა. მან დაუყოვნებლივ გააგზავნა ბლანტი ინგლისში და აიძულა თანამდებობა დაეტოვებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ბლანტმა მოგვიანებით იქორწინა და ოჯახი შექმნა, მას მაინც უყვარდა კეტრინ. 1890-იანი წლების ბოლოს ბლანტმა დაწერა ლექსი, რომელიც კეტრინს მიუძღვნა და სახელად დაარქვა ესთერი. ასევე ამ პერიოდში მათ ერთმანეთთან წერილების წერა დაიწყეს. ისინი მეგობრები გახდნენ და ასე დარჩნენ კეტრინის გარდაცვალებამდე. ფრანკო-პრუსიის ომის დაწყებისთანავე 1870 წელს კეტრინი დაბრუნდა ლონდონში, თავის მეიფერის სახლში და აქ გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლები. მან გააგრძელა თავისი გატაცება ცხენოსნობით და კვირაობით მასპინძლობდა ჩაის წვეულებებს, რომელთაც ლონდონის გავლენიანი მამაკაცები ესწრებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც ხშირად ესწრებოდა, იყო პარლამენტის წევრი და მომავალი პრემიერ-მინისტრი უილიამ გლადსტონი. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდებული მოხუცი მისი კლიენტი ყოფილიყო. ამავე პერიოდში მან გაიცნო თავისი ყველაზე ცნობილი საყვარელი, უელსის პრინცი, რომელიც მოგვიანებით გახდა მეფე ედუარდ მე-7. იმ დროს პრინცი 30-ებს შუაში იყო და 2 წლით უმცროსი იყო კატერინაზე. როგორც მისი ბევრი საყვარლის შემთხვევაში, პრინცი სწრაფად მოიხიბლა კატერინით. წლების განმავლობაში მან კატერინას დიდძალი შემწეობა მისცა, მის პირად ექიმთან ცდომა უზრუნველყო და მას 300-ზე მეტი სასიყვარულო წერილი გაუგზავნა. როდესაც ურთიერთობა დასრულდა, პრინცმა კატერინას სთხოვა წერილები დაებრუნებინა მისთვის. კატერინამ ეს ყოველგვარი შეკითხვის გარეშე გააკეთა. 1880-იან წლებში კატერინა სერიოზულ ურთიერთობაში იყო ალექსანდრე ჰორაციო ბეილისთან. მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს დაქორწინებულა ოფიციალურად, გარკვეული დროის განმავლობაში მას მისის ბეილი ეძახდნენ. ისევე როგორც მისი წინა ურთიერთობები, ეს ურთიერთობაც დასრულდა. მისი კურტიზანობის პერიოდში, სწორედ მისი სილამაზე, ერთგულება და დისკრეტულობა იყო ის, რაც ბევრ მამაკაცს თავს აპარებდა. რა თქმა უნდა, ჭორები ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ კატერინა მნიშვნელოვან და მდიდარ მამაკაცებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ კატერინამ ეს ჭორები არც დაადასტურა და არც უარყო. ეს გამოარჩიოდა მას სხვა კურტიზანებისგან და მას განსაკუთრებულად სასურველ კომპანიონად აქცევდა. გარდა ამისა, მან კარგად მართა თავისი ფინანსები და გაღატაკებული არ დარჩა, რაც იმ დროის ბევრი კურტიზანისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. მისი კარიერა ხანგრძლივი და წარმატებული იყო. ის საბოლოოდ გადადგა მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, დაახლოებით 50 წლის ასაკში, როგორც საზოგადოების მდიდარი ქალი. პენსიაზე გასვლის შემდეგ ის გერალდ დე სომერს დაუახლოვდა. ისინი პირველად შეხვდნენ ჯერ კიდევ 1879 წელს, როცა ის 40 წლის იყო, ხოლო გერალდი მხოლოდ 16. 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ ისინი საყვარლები გახდნენ. მათი ერთად ყოფნა მხოლოდ რამდენიმე წელს გაგრძელდა, მაგრამ ისინი ახლო მეგობრებად დარჩნენ კეთრინის გარდაცვალებამდე. ის გარდაიცვალა 1920 წლის 5 აგვისტოს თავის მეიფერის სახლში, თავის ტვინი-ტვინის სისხლჩაქცევის გამო. შვილების გარეშე, მან თავისი მეიფერის სახლი, თავის ყოფილ საყვარელსა და მეგობარს, ჯერალდს დაუტოვა. ამბობენ, რომ მას ინგლისსა და საფრანგეთში სასტუმროებიც ჰქონდა, მაგრამ უცნობია რა ბედი ეწია ამ ქონებებს. კეტრინ უოლტერსი დაკრძალეს კროულის დასავლეთ სასექსის მონასტრის სასაფლაოზე. კეტრინ უოლტერსმა არ დატოვა მემუარები ან დღიური. ზოგიერთი თვალსაზრისით ეს მისი კეთილი ხასიათის დასტურია, რადგან მისი გარდაცვალების შემდეგ არც ერთი მისი კლიენტი არ დაზარალდებოდა. ის დაამახსოვრდა თავისი ქარიზმით, პატიოსნებით, ერთგულებით და სიყვარულის უნარით. გმადლობთ ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. კეტრინ უოლტერსზე. იმედი მაქვს მოგეწონათ. თუ ასეა, დამიტოვეთ კომენტარი და მოიწონეთ ვიდეო. ხოლო თუ არხზე ახალი ხართ, გამოიწერეთ არხი. იმედი მაქვს ყველას კარგი ახალი წელი გქონდათ და თუ გაქვთ რაიმე წინადადება, გამომიგზავნეთ ელფოს და აღწერაში მითითებულ მისამართზე ან დამიტოვეთ კომენტარი. ეს ყველაფერი იყო ჩემგან. შევხვდებით Forgotten Lives-ის შემდეგ ეპიზოდში. გმადლობთ.